მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შევქმნათ სიმღერა მოცემულ ლექსზე ან შევქმნათ რამე მუსიკა. დავიწყოთ. პირველ რიგში ავირჩიოთ ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ შევქმნათ სიმღერები. ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია მრავალფეროვანი მუსიკის შექმნა და სიმღერების შექმნა, არის suno.com. ჩავწეროთ სამი სამართო ველში suno.com და გადავიდეთ მოცემულ საიტზე. იმისათვის, რომ ჩვენი შექმნილი სიმღერები იყოს შენახული და შეგვეძლოს განმეორებითად გამოყენება, საჭიროა მოცემულ საიტზე დავრეგისტრირდეთ. ამისათვის დავაწყაბოთ sign up relax და მასში დავრეგისტრირდეთ თქვენთვის სასურველი არჩევანის მიხედვით. მე გირჩევთ დარეგისტრირდეთ Google-ის საშუალებით. შეგიძლიათ ასევე ტელეფონის ნომრის საშუალებითაც დარეგისტრირდეთ ან Microsoft-ის ანგარიშის მიხედვითაც. დავაწყაბოთ Google-ის. პარალელურად თქვენ თუ გაქვთ გახსნილი Google-ის პოსტა, დარეგისტრირება ბევრად მარტივად, ფაქტიურად ავტომატურად მოხდება. თუ არ გაქვთ გახსნილი Google-ის პოსტა, მაშინ თქვენ უნდა ჩაწეროთ თქვენი იმეილი ან ტელეფონის ნომერი და გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე. ამის შემდეგ საჭიროა ჩავწეროთ პაროლი. პაროლის ჩაწერის შედეგად ჩვენ უკვე რეგისტრაცია გავლილი გვექნება მოცემულ საიტზე. საიტი წარმოგვიდგება ამ სახით. სანამ სიმღერას შევქმნიდეთ, ჩვენ შეგვიძლია დავათვალიეროთ მარცხენა მხარე. ეს არის მთავარი გვერდი, შექმნა, ბიბლიოთეკა, აღმოჩენა, ანუ სხვადასხვა სახის სიმღერების მოძებნა. იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტი ფუნქცია გჭირდებათ მოცემული საიტიდან, თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ Pro ვერსია, რომელიც ფასიანია. ჩვენ დღეს განვიხილავთ უფასო ვერსიას. მოცემული ღილაკები შეგვიძლია დავტოვოთ ყველა ამ მდგომარეობაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადართოთ ინსტრუმენტალური რეჟიმი გინდათ თუ არა, არეგულიროთ გვერდი გინდათ მხოლოდ მუსიკა თუ სიმღერები. დავიწყოთ სიმღერის შექმნა. შევარჩიოთ ჯერ ლექსი, რომელზედაც სიმღერას შევქმნით. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ლექსი და მისი ტექსტი ჩასვით ამ ველში. დავაკოპირებთ ტექსტს და ჩავსვამ ტექსტის ადგილას ამ ველში. ამის შემდეგ მივუთითებ თუ რა სტილის მუსიკა მინდა. მაგალითად იყოს სენტიმენტალური. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფასიანი ვერსია გაქვთ, აქ შეგეძლებათ პერსონების შერჩევა, სხვადასხვა ხმების შერჩევა, ადამიანების ხმების შერჩევა, მაგრამ როგორც ხედავთ, ეს არის ფასიანი ვერსია. თუ თქვენ დააწყაბებთ upgrades, მაშინ შეგეძლებათ გადაეხადოთ გარკვეული თანხა და შემდეგ უკვე მოგეცემათ საშუალება მომღერლების შერჩევისა. დავაწერ სათაურს სიმღერას და ამის შემდეგ დავაწყაბებ ღილაკს Create. სულ რამდენიმე წამში შეიქმნება სიმღერის ორი ვარიანტი. ნახოთ ეს სიმღერები. თითქოს კუნძული სადმე ქართას ტვენას და ძახილს. თქვენ რომელი სიმღერაც მოგეწონებათ, შეგიძლიათ ის დატოვოთ, მეორე ვარიანტით შეგიძლიათ წაშალოთ. იმისათვის, რომ სიმღერა წავშალოთ, დავაწყაბებ აი ამ სამ წერტილს და წავშლი. თუ გინდათ სიმღერის ჩამოტვირთვა, მუსიკის ჩამოტვირთვა, დააწყაბებთ ამ სამ წერტილს და
ჩამოტვირთავთ download ღილაკის საშუალებით. ჩამოვტვირთავ მაგალითად MP3 ტიპის აუდიო ვერსიას. როგორც ხედავთ, შესაფერისი სურათით შეიქმნა, თქვენ შეგიძლიათ ამ სურათის ჩამოტვირთვაც. თქვენ შეგიძლიათ სამუშაო სივრცეების შექმნაც, მაგალითად შეგიძლიათ დააწყაბოთ workspace-ზე ჩაწეროთ სასურველი, სათაური ალბომებისთვის, რა ტიპის ალბომიც გინდათ. აი მაგალითად მოგასმენთ ერთ-ერთ სიმღერას შექმნილს. დარჩენილს მარტოდ ითაბშორია ხოს კოშკიდან ერთი ნათოფსანთელი უდაბურ მთიდან უდაბურ ტყეში რაც ივად მოდის ქარიდან თქეში რამძაფრად გმესის კორიანტელი კოშკში კი მყუდრო მოკლედ სიმღერა უკვე შევქმენით და ამის შემდეგ გვინდა ჩვენ მისი ჩამოტვირთვა და შენახვა. ჩვენ შეგვიძლია გადავიდეთ ამ სამ წერტილზე და ჩამოვტვირთოთ. ჩამოტვირთვა შეგიძლიათ MP3 აუდიოს ფაილის სახით და ასევე ვიდეოს სახითაც. ჩამოვტვირთოთ MP3 აუდიო ფაილის სახით. აუდიო ფაილი ჩამოიტვირთა, ჩვენ ასევე შეგვიძლია მისი შესაბამისი სურათიც ჩამოვტვირთოთ. ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ შესაბამისი ვიდეოც. ვფიქრობ, ეს ვიდეო დაგეხმარებათ იმისათვის, რომ თქვენი სამუშაო პროცესი გახადოთ უფრო შემოქმედებითი და გაიხალისოთ ცხოვრება. მადლობა ყურადღებისათვის, წარმატებებს გისურვებთ.